ოდესმე შექმნილი ყველაზე ძლიერი იარაღის ეფექტიანად გამოყენებაც კი ნამდვილად რთულია. ბირთვული გავრცელება მუდმივი შეშფოთების წყაროა. როდესაც ამას ვწერ, მიმდინარე ვერსია პოლიტიკური ნარატივია, რომელიც რეალურად 10 წლეულებია გრძელდება. ირანი მუშაობს ბირთვულ იარაღზე და ცუდი რამეები მოხდება თუ ქვეყანა ოდესმე წარმატებას მიაღწევს. და რა თქმა უნდა, არაპროლიფერაციის რეჟიმის შემდგომი ეროზია ზოგადად ცუდ მოვლენად ჩაითვლება. არსებობს ცუდი რამეები და არსებობს კიდევ უფრო ცუდი რამეები. პირადად მე არ მსურს, რომ მეორე სართულის ფანჯრიდან გადამაგდო. თუმცა ბევრად უფრო მეც გავაკეთებ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მე მე-10 სართულის ფანჯრიდან არ გადამაგდო. შესაბამისად, საკმარისი არ არის მხოლოდ იმის თმა, რომ ირანის ბირთვული იარაღი ცუდია. პრაქტიკულ დონეზე მსოფლიოს რეალურად მოუწევს იმ შედეგებთან გამკლავება, თუ ოდესმე ამ წერტილამდე მივალთ. სტრატეგიულ დონეზე კი ეს კითხვა უკვე მნიშვნელოვანია ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. თუ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენა სრული კატასტროფაა, მაშინ შეერთებულმა შტატებმა უნდა მოითხოვოს უფრო ძლიერი აღსრულების ზომები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, თუ ირანის ბირთვული იარაღის ფლობა დიდად არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ ჰორმუზის სრუტის დახურვის გახანგრძლივება უაზრო იდეაა. როგორც ჩანს, აღმოჩნდა, რომ იმის პასუხი, რომელია რეალური მდგომარეობა, ასე მარტივი არ არის. დიახ, ბირთვული იარაღი უკიდურესად ძლიერია, მაგრამ მათი გამოყენება და სანდოდ მუქარა მათი გამოყენებით უფრო რთულია, ვიდრე თავიდან ჩანს. და მათი ეფექტების გაერთიანების ცდელობა ქმნის პრობლემას, სადაც რთული ხდება დღის ხეებში დანახვა. ამიტომ დღევანდელი დღის წესრიგში ჩვენ განვიხილავთ ბირთვული სტრატეგიის 3 ასპექტს. პირველი არის იძულება. იდეა, რომ შეგიძლიათ ბირთვული გამოყენებით დაემუქროთ მოწინააღმდეგეებს, რათა აიძულოთ ისინი გადადგან ისეთი ნაბიჯები, რასაც სხვაგვარად არ გააკეთებდნენ. ეს იოლის სათქმელია, მაგრამ რთული შესასრულებელია. მეორეა შეკავება. იდეა, რომ შეგიძლიათ ბირთვული გამოყენებით დაემუქროთ მოწინააღმდეგეებს, რათა შეაჩეროთ ისინი განსახილველი ქმედებების განხორციელებისგან. ეს ბევრად უფრო ადვილია შესასრულებლად, რაც ამყარებს აზრს, რომ ბირთვული იარაღი ამყარებს არსებულ მდგომარეობას. მაგრამ შემდეგ დავასრულებთ დიდ მოულოდნელობად. არაპირდაპირი გზით, ბირთვული შეკავების სიმარტივე სახელმწიფოებს აძლევს საშუალებას წარმატებით წამოაყენონ იძულების მუქარები. უცნაური ის არის, რომ სტრატეგიას არ ამუშავებს ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი მუქარა. სინამდვილეში ბირთვული იარაღი სახელმწიფოებს უფრო მეტ თავდაჯერებულობას აძლევს, გამოიყენონ ტრადიციული იარაღი და სწორედ ეს განაპირობებს სტრატეგიულ უპირატესობას. და სწორედ აქ ჩნდება უფრო დიდი პრობლემები ირანთან დაკავშირებით. მაგრამ მოდით დავითხოვთ ბირთვული იძულების ძირითადი იდეით. ამ პერსპექტივიდან ბირთვული იარაღი ისეთივეა როგორც სხვა იარაღი, უბრალოდ უფრო დიდი. თუ გაწუხებთ ის, რომ ვიღაცა შეიძლება ხელყუმბარა გესროლოთ, თუ მათ მოთხოვნებს არ დაემორჩილებით, მაშინ ბევრად უფრო უნდა გაწუხებდეთ ის, რომ შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენონ თქვენს წინააღმდეგ. და აღსანიშნავია, რომ ბირთვული იარაღი მხოლოდ ის დიდი ბომბები არ არის, რომლებიც ფილმებში გინახავთ და მთელ ქალაქებს ანადგურებს. ასევე არსებობს კლასიფიკაცია, რომელსაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი ეწოდება, რომლებიც როგორც წესი უფრო მცირე ზომისაა და განსაზღვრებით სამხედრო ობიექტების დასარტყმელად გამოიყენება. ეს სამიზნეები შეიძლება საკმაოდ დიდი იყოს, მაგალითად სამხედრო ბაზა, ან ძალიან ზუსტი, მაგალითად მტრის ჯარისკაცების კოლონა. ტაქტიკური ბირთვული იარაღი იმავე როლებს ასრულებს, რასაც ჩვეულებრივი იარაღი, მაგრამ შეიძლება უფრო ეფექტური იყოს განადგურებაში. ბირთვული იძულების თეორია იმავე დღიდან იღებს სათავეს, როდესაც მსოფლიო ბირთვულ იარაღს გაეცნო. მოკლე დროში შეერთებულმა შტატებმა დაბომბა ჰიროსიმა და ნაგასაკი. იაპონიას დანებებისთვის დიდი დრო არ დასჭიროებია. ეხლა ისტორიკოსები დაობენ, ზუსტად რამდენად შეუწყო ხელი ატომურმა თავდასხმებმა იაპონიის გადაწყვეტილებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სხვა იაპონურ ქალაქებშიც მსგავსი მასშტაბით ჩაატარა ცეცხლგამჩენი დაბომბვები, თუმცა ამისთვის გაცილებით მეტი ძალისხმევა იყო საჭირო, ვიდრე ერთი ბომბის გამოყენება. იაპონია უკვე მანამდეც მძიმე მდგომარეობაში იყო, უტევდა ნავთობის რაციონირება და ბომბვებამდე ავიაციის დიდი ნაწილი მიწაზე ჰყავდა გაჩერებული. და საბჭოთა კავშირის მიერ იაპონიაზე ომის გამოცხადებამ იმპერიული მთავრობა იმედის გარეშე დატოვა, რომ მესამე მხარე უფრო ზომიერ შეთანხმებას დააწესებდა. მაგრამ რთულია იდაო, რომ ბირთვული იარაღი სტრატეგიულ გარემოზე არანაირ გავლენას არ ახდენდა. ამის გარდა, საბედნიეროდ აშკარა იძულების შემთხვევები იშვიათია. ისტორიაში ბირთვული იარაღის შემტევი გამოყენების სხვა შემთხვევა არ ყოფილა. ეხლა ამის ნაწილი შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს. როდესაც საერთაშორისო დიპლომატიაში ყველაფერი კარგად მიდის, საჭირო არ არის, რომ შენი მუქარა პირდაპირ გამოხატო, რათა მას სასურველი ეფექტი ჰქონდეს. ყველა მიცის, რომ ბირთვული იარაღი გაქვს. ჰეი, ეს შენს გეხება, ისრაელო. და უკვე ითვალისწინებენ მათ თავიანთ გათვლებში.
ბირთვული იარაღით ბევრად უფრო ვერ დაიმუქრები, ვიდრე ჩვეულებრივი იარაღით. ასე რომ, პირდაპირ იმუქარები დიდ შედეგს არ იძლევა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვები ამ პოტენციურ შემთხვევას უგულებელ ყოფენ. მაგალითად, კარგილის ომის დროს ინდეთმა პაკისტანი დაარწმუნა, რომ კაშმირიდან არარეგულარული ძალები გაეყვანა. ამ დროისთვის ორივე ქვეყანა ბირთვულ არსენალს ავითარებდა, მაგრამ ინდეთს დაახლოებით ორჯერ მეტი ბომბი ჰქონდა. მამან პაკისტანი აიძულა ფრთხილად შეეფასებინა თავისი არჩევანი, რაც ინდეთის იძულებით მიღწეულ წარმატებას შეუწყო ხელი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სიტუაციას ართულებს ის, თუ როგორ შეიყვანა პაკისტანმა ჯარები კონფლიქტის დასაწყისში, რაც ნიშნავს, რომ ინდეთი ცდილობდა ძალიან ახლახან შეცვლილი სტატუს კო აღედგინა. მართალია, ჩვენ აღარ გვაქვს სხვა ასეთი ნათელი მაგალითები. ლავაც ნაწილობრივ მაინც იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკვე უნდა იყოს გათვალისწინებული სიტუაციაში ომის დაწყებამდე. კარგილის ომის სიტუაცია უკვე გასცდა იმ წერტილს, სადაც უნდა შეჩერებულიყო. ამ ტიპის იძულების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბირთვული იარაღი უხეში ინსტრუმენტია, მაშინ როცა სახელმწიფოებს ხშირად უფრო ზუსტი მიზნები აქვთ. თუ სამიზნე არ დატოვებს სადაო ტერიტორიას, რას გააკეთებს აგრესორი? გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რათა დაასუსტოს სამიზნის სამხედრო ძალა ამ რეგიონში. დიახ, ვფიქრობ ეს მოკლევადიან მიზანს მიაღწევს. კარგი საქმე გააკეთე. ეხლა ეს მნიშვნელოვანი რეგიონი დაბინძურებულია რადიაციით. უბრალოდ გაფრთხილება ყველასთვის. მოსკოვში ან პეკინში, ვინც ფიქრობს ამ სტრატეგიის განხორციელებაზე უკრაინაში ან ტაივანში შესაბამისად. თუ ტაქტიკური ბირთვული იარაღი არ დაეხმარება, რაც შეეხება სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს. რა თქმა უნდა, ისინი კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაკენებენ. ამჯერად იმ ტერიტორიაზე, რომლის დაუფლებას აგრესორს არ სურს. მაგრამ რას აპირებს აგრესორი? ბირთვულ იარაღს გამოიყენებს სამიზნის დედაქალაქზე? მაშინაც კი, როცა ჩვეულებრივი სტრატეგიული დაბომბები ტარდებოდა, აქ შედეგები არასახარბიელოა. თუ სამიზნე მართლაც სურს შეინარჩუნოს კონტროლი სადაო ტერიტორიაზე, დედაქალაქის დაკარგვა პირდაპირ არ უშლის ხელს მას, რომ კვლავ დაიკავოს ეს ტერიტორია. და ამას მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები ახლავს თან. თუ აგრესორიც ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოა, მაშინ სამიზნე შეიძლება ბირთვულ დაპირისპირებაში აღმოჩნდეს. გაითვალისწინეთ, რომ ეს ფაქტობრივად არგუმენტია ბირთვული იარაღის სასარგებლოდ, რადგან მოწინააღმდეგის იძულებითი ბირთვული შესაძლებლობის განულება ძალიან სასარგებლოა. მაგრამ არაბირთვული სამიზნეები მაინც შეიძლება წინააღმდეგობას უწევდნენ აგრესორების ბირთვულ მუქარებს. იფიქრეთ რუსეთის სხვადასხვა ბირთვულ მუქარებზე, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული. კიევმა ძირითადად უგულებელყო ისინი და ამის გამო არ დასჯილა. მთავარი მიზეზი ის არის, რომ კრემლს სჭირდება ინდიისა და ჩინეთის ეკონომიკური მხარდაჭერა, რათა შეძლოს ომის დანარჩენი ძალისხმევის შენარჩუნება. და არც ერთი ამ ქვეყნიდან არ სურს ცხოვრება ისეთ სამყაროში, სადაც ბირთვული იარაღი ომის ჩვეულებრივი ნაწილი იქნება. რა თქმა უნდა, ორივესაც აქვს ბირთვული იარაღი, მაგრამ ისინი აცნობიერებენ, რომ ბირთვული იარაღი სხვებზე უარყოფით გარე ეფექტებს ახდენს. ამიტომაც სურთ გამოიყენონ თავიანთი ეკონომიკური შესაძლებლობები, რათა დაარწმუნონ სხვები არ გამოიყენონ ბირთვული იარაღი. სულ მცირე, არაჩვეულებრივად, მაშინაც კი როცა ცდილობენ მოგვიანებით საკუთარი მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა შეინარჩუნონ. ანალოგიისთვის წარმოიდგინეთ ეს როგორც ადამიანი, რომელიც მართავს საწვავის მჭამელ მანქანას, მაგრამ მაინც ფარს უჭერს საზოგადოებრივ შეზღუდვებს ბენზინის მანქანებს. გარეგნული შთაბეჭდილების მიუხედავად ეს არ არის ფარისელობა. ეს უბრალოდ იმის აღიარებაა, რომ საკუთარი გავლენა მცირეა და ერთადერთი რეალური გამოსავალია, როცა შეზღუდვები ყველასთვის წესდება. დაუბრუნდეთ ომს. ინდიისა და ჩინეთის პოზიცია რუსეთს უტოვებს არჩევანს. გამოიყენოს ბირთვული იარაღი, ან შეინარჩუნოს თავისი ბოლო მსხვილი სავაჭრო პარტნიორები. კრემლი ამჯობინებს მეორე ვარიანტს და სწორედ ასე მივედით იქ, სადაც ახლა ვართ. ეს ლოგიკა ვრცელდება თუნდაც ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე, რომელიც რუსეთის არსენალის დიდი ნაწილია. აიხსენეთ, რომ ეს იარაღები ძირითადად იმავე როლს ასრულებენ, რასაც ჩვეულებრივი შეიარაღება. მაშ, რატომ არ გამოიყენათ ჩვეულებრივი საშუალებები და არ გავრისხოთ პეკინის რისხვა? ლიდერებმა სხვადასხვა გზების ცადეს ამ პრობლემის გადასაჭრელად. ერთი იდეაა მუქარის, რომელიც რაღაცას შემთხვევითობაზე ტოვებს. თუ მე ვერ შევძლებ სარწმუნოდ დაგემუქრო ბირთვული იარაღის გამოყენებით, შესაძლოა ამის ნაცვლად ჩავერთო ესკალაციის უფრო დაბალ დონეზე, რომელიც შეიცავს რისკს, რომ ყველაფერი კონტროლიდან გამოვა, მიუხედავად ჩვენი საუკეთესო მცდელობისა. მაგალითად ვთქვათ, აგრესორი ტაქტიკურ ბირთვული იარაღს გადაისვრის თეატრში და ამსუბუქებს მათზე კონტროლისა და მართვის შეზღუდვებს. ეს სამიზნისთვის შეშფოთების საფუძველი უნდა იყოს. შეიძლება სამიზნე მიცოდეს, რომ ლიდერი არასოდეს მისცემდა ნებართვას ამ იარაღის გამოყენებაზე. ყოველ შემთხვევაში, უშუალოდ მაინც არა. მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ რომელიმე დაუმორჩილებელმა მეთაურმა იფიქროს, რომ საინტერესო იქნებოდა მათი გამოყენება. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კრიზისი, მით უფრო იზრდება შანსი, რომ რაღაც დამანგრეველი მოხდეს. შესაბამისად, სამიზნემ შეიძლება მოინდომოს წინააღმდეგობის შეწყვეტა. ეს იგივე პრინციპი შეიძლება გავრცელდეს სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც.
ლიდერმა შეიძლება წინასწარი ნებართვა გასცეს მეთესმეთაურებისთვის, რომ მტრის ბირთვული შეტევის რადარით დადასტურებისთანავე დაუყოვნებლივ გახსნან ცეცხლი, რითაც შეამცირებს პრობლემებს, რომლებიც დართმესას ხელმძღვანელობის მოცილების მცდელობას ახლავს თან. მაგრამ ამასთან ახლავს რისკი, რომ გაუმართავმა რადარმა შემთხვევით გამოიწვიოს მესამე მსოფლიო ომი. მეორეს მხრივ შეიძლება სწორედ ეს იყოს მიზანი. ამ რისკის გადატანა მოწინააღმდეგეზე შეიძლება აიძულოს ისინი დათმონ ის პოლიტიკური საკითხი, რომელსაც თქვენ მისდევთ. ამ სტრატეგიის მთავარი არსი აგრესორის თვალსაზრისით ისაა, რომ ბირთვული იარაღის ბინარული გამოყენება გარდაქმნის ალბათობით შედეგად. შეიძლება შეუძლებელი იყოს ბომბის გარანტირებული გამოყენების დამაჯერებლად მუქარა, მაგრამ შეგიძლიათ გაზარდოთ იმის ალბათობა, რომ ყველასთვის კატასტროფა მოხდება, როგორც საშუალება აჩვენოთ, რომ თქვენ უფრო მეტად ხართ მზად მოიგოთ ეს დაპირისპირება. ხშირად ამას უწოდებენ ზღვარზე მისვლას, როდესაც ორი ბირთვული სახელმწიფო ერთდროულად მიმართავს ესკალაციის ასეთ ქცევას. მაგრამ ეს ლოგიკა ასევე კარგად მუშაობს მაშინაც, როცა მხოლოდ ერთი ბირთვული სახელმწიფო მონაწილეობს. სხვა გზა, რომ წარმოუდგენელი მუქარა სარწმუნოდ გამოიყურებოდეს, არის ის, რომ სცადო დაარწმუნო სხვები თითქოს გიჟი ხარ. ეს არის გიჟის თეორიის კონცეფცია. კონფლიქტი, რომელიც საუკეთესოდ სცადა რიჩარდ ნიქსონმა ვიეტნამში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხებოდა საბჭოთა კავშირის ამ კონფლიქტიდან გარიდებას, იდეა მარტივია. შენ ცდილობ არაფრისგან გულწრფელობის შთაბეჭდილება შექმნა. პრობლემა ისაა, რომ სხვებმა უნდა დაგიჯერონ და სწორედ აქ იშლება ეს ყველაფერი. თუ ყველა ამ დამაჯერებელ არგუმენტს ირანის შესახებ შევაჯამებთ, თეირანს ნამდვილად სურს ერთ დღეს ბირთვული იარაღის გამოყენება, ან სულ მცირე, მისი გამოყენების მუქარის გამოყენება, რათა გაავრცელოს თავისი გავლენა რეგიონში. ეს გულისხმობს შეერთებული შტატების რეგიონიდან გაძევებას, მათ შორის ბაზების დატოვებას, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის გარშემო, შემო. ეს ბევრ ქვეყანას ნერვიულობას გამოიწვევს იმის გამო, თუ რა შეიძლება მოხდეს შემდეგ, მაგრამ ირანისთვის მაინც საკმაოდ რთული იქნება ბირთვული იარაღის გამოყენება ამ მიზნების მისაღწევად. თუნდაც შეშლილის თეორიამ თეირანს დიდად ვერ წაიწევს წინ. დასავლური აღწერილობები ირანის მთავრობის შესახებ ხშირად მულების კლასს შეშლილებად წარმოაჩენს. დიახ, არსებობს ფუნდამენტური განსხვავება იმაში, თუ როგორ უყურებს ირანი მსოფლიოს, არა მხოლოდ დასავლურ ქვეყნებთან შედარებით, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებთანაც. თუმცა ირანის მთავრობა საკუთარ გადარჩენას აფასებს და ასევე დამოკიდებულია ჩინეთზე, რომ გაყიდოს თავისი პროდუქცია, ხოლო ამ გაყიდვებიდან მიღებული ფული აუცილებელია ირანში ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბირთვული იძულების მეორე მხარე არის შეკავება. შეკავების მიზანი არ არის მოწინააღმდეგის ქცევის შეცვლაზე იძულება, არამედ მოწინააღმდეგის იძულებაა, რომ შეინარჩუნოს არსებული მდგომარეობა. და ეს შედარებით ბევრად უფრო მარტივია, იმდენად რომ ხშირად უბრალოდ თავისთავად მიღებულად ითვლება. ეხლა ეს შეიძლება ზოგადად სწორი დამოკიდებულება იყოს, მაგრამ აქ მაინც არის გარკვეული ნიუანსები. მოდით ჩრდილოეთ კორეა ავიღოთ როგორც თვალსაჩინო თანამედროვე მაგალითი. ქიმის ოჯახმა 10 წლეულების განმავლობაში ბევრ დედაქალაქს ნერვები მოუშალა. ზოგჯერ კი ყველაზე ახლო მოკავშირეებიც კი გააღიზიანა. მაგრამ უკვე დაახლოებით 20 წლეულია. არავის სერიოზულად არ უფიქრია იმ ქვეყანაში რეჟიმის ძალით შეცვლაზე. და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეას საკმარისი ბირთვული იარაღი აქვს, რათა მსოფლიო ეკონომიკა მთლიანად გაანადგუროს. თუნდაც შეერთებული შტატები იყოს შემტევი მხარე, არავინ შეიძლება იყოს დარწმუნებული, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული დარტყმის სამიზნეებს გარჩევით შეარჩევს. რამდენიმე ბომბი სეულსა და ტოკიოზე საკმარისად დააზიანებდა გლობალურ მიწოდების ჯაჭვებს, რომ ამერიკაში ყოველი მომხმარებელი იგრძნობდა ამ ტკივილს. თუ ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ნარჩენებს გაგან საკუთრებულად მკაცრი პასუხის გაცემა მოუნდებათ, მათ შეუძლიათ ტაიბეიც დაარტყან და მსოფლიო დეპრესიაში ჩააგდონ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ რეგიონში უამრავი ამერიკული სამხედრო ბაზაა, რომელსაც ფხენიანი ასევე გაანადგურებდა. ეს არის ბირთვული იძულებისა და ბირთვული შეკავების მთავარი განსხვავება. როდესაც უბრალოდ ცდილობ აიძულოს სხვა სახელმწიფო, რომ უარი თქვას რომელიმე პოლიტიკურ საკითხზე, შენ ბევრს კარგავ. როდესაც შენი დედაქალაქი დაცემის ზღვარზეა, შენ აღარ გაღელვებს, რას გააკეთებენ მესამე მხარეები ბირთვული იარაღის გამოყენების სანქცირების მიზნით. შესაბამისად, არავინ ფიქრობს, რომ რომელიმე შემოჭრილი არმია მალე მოსკოვისკენ დაიძრებორება. იგივე ეხება ვაშინგტონს, ლონდონს, პარიზს, პეკინს, ნიუ-დელს და ისლამაბადს. სინამდვილეში ეს ლოგიკა გვეხმარება უკეთ გავიგოთ ბირთვული გავრცელების მიმდინარე ეპოქა. თავდაპირველად ბირთვული იარაღის შემქმნელი ქვეყნები ძირითადად ინდუსტრიულ ძლიერ ქვეყნებს შორის იყვნენ კონცენტრირებულნი. რადგან ბირთვული იარაღის ტექნოლოგია ფიზიკოსებისთვის მთელ მსოფლიოში უფრო გასაგები გახდა, ბირთვული კვლევის ტენდენცია გადავიდა ავტორიტარულ მთავრობებზე, რომლებიც რეჟიმის უსაფრთხოებით არიან დაინტერესებულნი. ქვეყნის ზომა და ზოგადი განვითარებულობა მეორე ხარისხოვან საკითხებად იქცა. ჩრდილოეთ კორეის გარდა იფიქრეთ ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ერაყი, ლიბია, სირია და ირანი. ამ უკანასკნელზე ცოტა ხანში დავბრუნდებით. ეხლა სარწმუნო შეკავების მუქარის მასშტაბს აქვს საზღვრები.
აიგეთ მაგალითად ისრაელი. თავის საწყის წლებში მეზობლები მუდმივად ეჭვქვეშ აყენებდნენ მთელი ქვეყნის არსებობას. ბირთვული იარაღის შეძენის შემდეგ ისრაელის მიმართ მუქარები არ შეცვლილა. მაგრამ პრობლემის მასშტაბი ნამდვილად შეიცვალა. სინამდვილეში ბირთვულმა იარაღმა ისრაელის მოწინააღმდეგეებს ომების დაწყება არ შეაჩერა, რაც თითქოს ამცირებს ბირთვული იარაღის შეკავების მნიშვნელობას. თუმცა ბრძოლები აღარ ეხებოდა იერუსალიმში შესვლას და ახალი დროშის აღმართვას. ამის ნაცვლად ისინი გადაიქცა პერიფერიულ რეგიონებზე დავებად. მაგალითად, იომ კიპურის ომის დროს სირია კონცენტრირებული იყო გოლანის მაღლობებზე, ხოლო ეგვიპტე სინაის ნახევარკუნძულზე. როცა ანვარ სადატი 1977 წელს ისრაელს ეწვია, როგორც უფრო ფართო სამშვიდობო პროცესის ნაწილი, ისრაელის ვიცე-პრემიერმა კითხა, რატომ არ სცადა ეგვიპტემ უფრო შორს წასვლა. სადატმა უპასუხა, თქვენ ბირთვული იარაღი გაქვთ, არ გსმენიათ? და თუ ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არ ჩაერია ევროპა ან შეერთებული შტატები, სულ მცირე ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, პირდაპირ უკრაინის ომში, მიზეზების სია ბირთვული იარაღით იწყება. ლიარაღი და შეიძლება იქვე მთავრდებოდეს კიდეც. თუ სერბეთი როგორც ჰიპოთეტური ალტერნატივა ასე შეეცდებოდა უკრაინაში შეჭრას, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ეს სწრაფად დასრულდებოდა ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ბომბების წვიმით. მაგრამ თუ ამას კრემლთან სცდით, პრობლემები იწყება. მაგალითად, ვარშავას შეიძლება ბირთვული იარაღით დაარტყან. ეს აზრი დაიმახსოვრეთ შემდეგისთვის. ან იქნებ რომ ეს კონტრფაქტი ნაკლებად აბსტრაქტული იყოს. რა მოხდებოდა თუ ბირთვული იარაღის არ მქონე ქვეყანა, მაგალითად ერაყი, შეიჭრებოდა ქუეითში? არაფერი შეედრება ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშის რისხვას, როცა საათში 20 ჯერ უწევს თვალს სადამი. ეხლა შეკავების შესაძლებლობა უსასრულოდ არ ვრცელდება. ჩვეულებრივ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სანდოობა მხოლოდ ძირითად რეგიონებზე ვრცელდება. მოდით კურსკის მაგალითი ავიღოთ. უკრაინამ 2024 წელს ობლასტში შეიჭრა, მაგრამ რუსეთისგან ბირთვული პასუხი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რიტორიკა საპირისპიროს მიუთითებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეკავების მიზნით გამოყენებად ჩაითვლებოდა, კრემლს მაინც მოუწევდა ატომის გამოყენების პოლიტიკური შედეგების გადალახვა. ამიტომ ქვეყნები ცდილობენ ბირთვულ სტრატეგიებში შემოქმედებითად მიუდგნენ. ბირთვული იარაღის განთავსება არის ძირითადი მეთოდი ბირთვული დარტყმის სანდოობის გასაზრდელად. თუ ბირთვული იარაღის დიდი ნაწილი კონტროლის ხაზთან ახლოს არის განთავსებული, მაშინ ამ ტერიტორიის დაპყრობის მცდელობა ადგილობრივ მეთაურებს აყენებს დილემის წინაშე. გამოიყენონ იარაღი თუ დაკარგონ იგი. მაინც ამ გზით სანდოობის გარანტიას ვერ მიიღებ. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბირთვული იარაღი განათავსა ევროპაში ცივი ომის დროს, საფრანგეთი მაინც საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი იმის მიმართ, რომ შეერთებული შტატები პიტსბურგს საფრთხეში ჩააყენებდა პარიზის დასაცავად. ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა საკუთარი ბირთვული შეკავების საშუალება. დაშინების თეორიის ირანთან დაკავშირებისას ანალიტიკოსები სწორედ ამ ძირითად სარგებელს ელიან პოსტპერსიული ბირთვული გავრცელების შესაძლებლობის შემთხვევაში. შეერთებულ შტატებს მაგალითად აღარ შეეძლებოდა აიათოლას მკვლელობის გამეორება, რადგან ამით წარმოუდგენელ ზიანს მიაყენებდა დანარჩენ რეგიონს, ისრაელს, ევროპას, ან შესაძლოა ერთ დღეს თავად შეერთებული შტატების ტერიტორიასაც. თუმცა ამას მაინც თან უნდა ახდეს მნიშვნელოვანი შენიშვნა. ირანს უკვე ჰქონდა ბირთვული არჩევანი, ატომის გაყოფის გარეშე. ეს იყო ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა. ცხადია, ეს სტრატეგია სრულიად საიმედო არ იყო, მაგრამ წლების განმავლობაში საკმაოდ ეფექტური შემაკავებელი საშუალება გახდათ. და ერთადერთი შემაკავებელი სარგებელი, რომელსაც ირანი იღებს ბირთვული იარაღისგან, არის ის შემთხვევები, როცა ბირთვული იარაღი იმუშავებდა, მაგრამ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ვერა. თუ უფრო ფართო სურათს შევხედავთ, მივალთ ამ ვიდეოს მთავარ მტკიცებამდე, როგორც ზოგადი ბირთვული იძულების თვალსაზრისით, ასევე კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება მოხდეს ირანთან. ბირთვული შეკავების ფრონტზე წარმატება იწვევს წარმატებას იძულების ფრონტზეც, მაგრამ არა ბირთვული იძულების გზით. დაიბენით, ნება მომეცით აგიხსნათ. თავარი პრობლემა ისაა, რომ იძულებისა და შეკავების შესახებ მთელი ეს განხილვა აქამდე მხოლოდ ერთჯერადი გადაწყვეტილების მომენტებს ეხებოდა და არა იმ ფართო იძულებით მოლაპარაკებებს, რომელშიც სახელმწიფოები მონაწილეობენ. გაიხსენეთ, რომ კრიზისულ მოლაპარაკებებში სახელმწიფოებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებებს, რომლებიც ომის მოსალოდნელ შედეგს შეესაბამება მცირე მანევრის სივრცით, რადგან მშვიდობის შეთანხმებები ომის ხარჯებს ოგავს. თუ ბირთვული იარაღი ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი იარაღი და ზრდის შეტევით ძალას, თუნდაც ეს გარემოებები შეზღუდული იყოს, მაშინ ჩვენ უკვე გვესმის ბირთვული იარაღის მნიშვნელობა კრიზისულ მოლაპარაკებებში. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბირთვული იარაღს არ აქვს იძულების ძალა, ან თუნდაც ჩვეულებრივი სამხედრო მნიშვნელობა. დაუშვათ მათი მტკიცება მართალია. მაშინ შეიძლება იფიქროთ, რომ მოსალოდნელი შედეგის ხაზი არ იცვლება ბირთვული გავრცელების შედეგად. მაგრამ ეს არ არის სიმართლე. გაიხსენეთ, ეს არის მოსალოდნელი შედეგის ხაზი, რომელიც ასახავს ყველაფერს, რაც შეიძლება ომის დროს მოხდეს. და შეკავება ცვლის მოლოდინებს.
რომ ნახოთ რას გულისხმობ, წარმოიდგინეთ, რომ ომი შეიძლება დასრულდეს 3-დან ერთ-ერთ ძალიან გამარტივებულ შედეგში. ერთი მხარის სამხედრო დამარცხება, მეორე მხარის სამხედრო დამარცხება და ჩიხი, რომელიც სარგებელს თანაბრად გაანაწილებს ორივე მხარეს შორის. და რომ კიდე უფრო გავამარტივოთ ყველაფერი, დაუშვათ, რომ თითოეული ამ შედეგის ალბათობა თანაბარი. მაშინ სამყაროში, სადაც არავის აქვს ბირთვული იარაღი, ომის მოსალოდნელი შედეგი მართლაც 50-50-ზეა გაყოფილი. ერთი მხარის სრული დაპყრობა მოლოდინში, მეორე მხარის სრულ დაპყრობას ანულირებს, ხოლო ჩიხური მდგომარეობაც თანაბარ გაყოფას ნიშნავს. მაგრამ ახო წარმოიდგინე, რომ Mr. Right Side ნამდვილი მკვლელია და ბირთვული არსენალი აქვს შექმნილი. რა მოხდება თუ ახლა მისი კონვენციური სამხედრო ძალა დაიშლება? ხო, მე მის მოწინააღმდეგეს არ ურჩევდი, რომ Right Side-ის დედაქალაქზე გალაშქრებას ცადოს. ეს შესანიშნავი გზა იქნებოდა მოწინააღმდეგის დედაქალაქს ბირთვული დართვა მიეღო. ამგვარად სამხედრო გამარჯვების შემდეგ შეიძლება ასეთი საზღვარი მიიღოთ იმ წერტილამდე, სადაც ბირთვული ძალის გამოყენება არადამაჯერებელი ხდება. ილუსტრაციისთვის, ოპტიმალურ დაპყრობის წერტილს გამოვიყენებ როგორც ჩიხური მდგომარეობის ტოლს. მაგრამ ლოგიკა მაინც მუშაობს. თუ კი საზღვარი უფრო აღმოსავლეთით იქნება გავლებული. კარგი, მაგრამ დაფიქრდი, ეხლა როგორი იქნება ომის საშუალო შედეგი? ის აღარ არის თანაბარი. ჩვენ ორმაგად ზრდით იმის ალბათობას, რომ შედეგი შუაში დასრულდება და ვშლით ყველაზე ცუდ სცენარს მარჯვენა მხარისთვის. შედეგად ბირთვულმა იარაღმა ძალთა ბალანსი შეცვალა. მოსალოდნელი ომის შედეგი ახლა აქ არის. იმისათვის, რომ ამ დასკვნის ლოგიკის კიდევ ერთი ინტერპრეტაცია შემოგთავაზოთ, ბირთვული იარაღი ყველაზე ცუდი შედეგისგან დაცვის სადაზღვეო პოლისია. ბირთვული იარაღის ფლობა შესაბამისად გაძლევს საშუალებას უფრო თამამი იყო შენს მოთხოვნებში და უფრო თავდაჯერებულად გამოიყენო ტრადიციული სამხედრო ძალა. შესაბამისად, სტატისტიკურად კრიზისები უფრო ხშირად მთავრდება ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებისთვის სასურველი შედეგით და ასევე უფრო სწრაფად სრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება წყნარი ოკეანის ომის გარეთ არასდროს გვინახავს. თუმცა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე აიძულებს მოწინააღმდეგეებს თავიანთი ექსპანსიონისტური მიზნები შეაკავონ. ეს ასევე ხსნის თუ რატომ სრულდება კრიზისები უფრო სწრაფად, რადგან მოწინააღმდეგის საწყისი სამხედრო წარმატებები არ გადაიზრდება უფრო სერიოზულ მიღწევებში. სპარსეთის ყურეს რომ დაუბრუნდეთ, ბირთვული ირანი მხოლოდ ირანი არ არის, რომელსაც შეუძლია თავისი რეჟიმის გადარჩენა უზრუნველყოს. ეს ასევე არის ირანი, რომელიც თავს ნაკლებად შეზღუდულად გრძნობს სხვა პოლიტიკურ საკითხებში, რადგან მას აღარ ემუქრება რეჟიმის შეცვლის საფრთხე იმ შემთხვევაში, თუ ომი მისთვის ცუდად წარიმართება. ეს ნიშნავს ბევრად უფრო აქტიურ საგარეო პოლიტიკას რეგიონში, მისი ოპონენტების საზიანოდ. და კიდევ ერთხელ, ჰორმუზის საკითხი კრიტიკულია. რაც უფრო მაღალია, ომის შედეგად რეჟიმის დამარცხების ალბათობა, მით უფრო დიდია ბირთვული იარაღის სარგებელი. თუ ჰორმუზზე ირანის შესაძლებლობები საკმარისია იმისთვის, რომ მომავალში რეჟიმის შეცვლის მცდელობების 99%-ს შეუშალოს ხელი, მაშინ ბირთვული იარაღის ღირებულება მინიმალურია. თუ ფიქრობთ, რომ ჰორმუზის სიტუაცია უფრო მართვადი იქნებოდა, თუ კი მოწინააღმდეგე სრულ ძალისხმევას გამოიყენებდა მის გასახსნელად, მაშინ შეიძლება ბირთვული იარაღს ბევრად უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს. მაქვს თუ არა პასუხი იმაზე? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ღირს ომის დაწყება ირანისთვის ბირთვული იარაღის განვითარება შეხედეს შესაშლელად? არა, ეს პოლიტიკური კითხვაა, რადგან ის რეალურ ეკონომიკურ არჩევანებს მოიცავს. მაგრამ ეს ის საკითხებია, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, როცა თქვენს პოზიციაზე ფიქრობთ. მაშ, რა არის ჩვენი მთავარი დასკვნები დღევანდელი დღისათვის? ბირთვული იარაღის გამოყენებით მოწინააღმდეგეების იძულება არასასურველი ქმედებებისკენ რთულია, მაგრამ გარკვეულ პირობებში შესაძლებელია. ბირთვული იარაღის გამოყენებით მოწინააღმდეგეების შეკავება პირიქით მნიშვნელოვნად უფრო მარტივია. თუმცა ძლიერი ბირთვული შეკავება საშუალებას აძლევს ჩვეულებრივი სამხედრო ძალების გამოყენებას უფრო ფართო გარემოებებში, რაც ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობას წამოაყენონ დამაჯერებელი მუქარები უშუალოდ ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე. გადაწყვეტეთ თქვენთვის სასურველად ეს ინფორმაცია ირანის შესახებ. ამასობაში შეგიძლიათ გააგრძელოთ ცოდნის ბომბების აფეთქება ჩემი ძველი ლექციების ყურებით ბირთვული გავრცელების შესახებ. გაფრთხილება. პანდემიის პერიოდის ძლიერ პრეზენტაციებში ხვდებით. თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ. იყავით კარგად.